Am წუთებში სამართალდამცველები იმ ავტომობილის მფლობელს კითხავენ, რომლითაც საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულები მიიმალნენ. გამტაცებლებს ზურაბ ბერიკაშვილი მთელი ღამის განმავლობაში საკუთარი მანქანის საბარგულში ყავდათ. ის გუშინ იმ დროს გაუჩინარდა, როდესაც ვარკეთილიდან გლდანის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ყაჩაღობა გლდანში დღეს მოხდა, მძევალი ნიღბიანებმა ბანკიდანაც აიყვანეს. სანდრო გამსახურდია მიცის მეტი დეტალი. სანდრო, არის თუ არა ცნობილი, როგორ მოხდა გატაცება და როგორია ბოლო ინფორმაცია მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ჩვენთვის ცნობილი, როგორც ირკვევა შეიარაღებული დაჯგუფების წევრები გადაადგილდებოდნენ გატაცებული ავტომობილით, რომელიც ეკუთვნოდა 30 წლის ზურაბ ბერიკაშვილს. ბერიკაშვილი ამ მომენტისთვის არის გათავისუფლებული, ის იმყოფება პოლიციის განყოფილებაში და აძლევს ჩვენებას სამართალდამცველებს. პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე კი იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები. დამატებით ინფორმაციაც სწორედ ბერიკაშვილის ოჯახის წევრებისგან გახდა ჩვენთვის ცნობილი. ბერიკაშვილის დედა გვიყვება, რომ მისი ვაჟი გუშინ გვიან ღამით მიდიოდა საკუთარ დასთან გლდანის მიმართულებით, რა დროსაც გაწყდა კონტაქტი მასსა და ოჯახის წევრებს შორის. დედა ამბობს, რომ მისი ვაჟი მთელი ღამის განმავლობაში გამტაცებლებს საბარგულში ყავდათ დამწყდეული და სკოჩით ყავდათ დაბმული. დამატებით ინფორმაცია დედისთვის ცნობილი არ არის, მას მისი შვილი 24 საათის განმავლობაში არ უნახავს და მოითხოვს მასთან შეხვედრას. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ძალიან გთხოვთ დატოვოთ. მე ვერაფერს ვერ გეტყვით. დედა ვარ და ძალიან განვიცი. წუხენის წაყვანილი გასკოჩილი ადამიანი დღესაც არ ვინახავს. არაფერი დასკოჩილი იყო და შესulis დროსო და თუ სროლა რო ატყდა საბარგულიდან გადმოაგდესო და ვინ გადმოაგდო ეგეც არ ვიცი. ზურაბ ბერიკაშვილი ერთადერთი არ არის, რომელიც შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა მძევლად აიყვანეს. კიდევ ერთი ადამიანი მძევლად მათ უშუალოდ ბანკში ყაჩაღობისას აიყვანეს. ეს არის სავარაუდოდ ქალი, როგორც ირკვევა თვითმხილველების მონათხრობის თანახმად. მას შემდეგ რაც სამი ადამიანი შეიარაღებული შევიდა ბანკში, ბანკის თანამშრომლებმა გამოიძახეს პოლიციის, დაცვის პოლიციის სამსახურის თანამშრომლები, შესაბამისად ბოროტმოქმედებმა ვეღარ მოახერხეს თანხის გატანა და მძევლის დახმარებით სწორედ დატოვეს ბანკის მიმდებარე ტერიტორია, გახსნეს ასევე ცეცხლი დაცვის პოლიციის თანამშრომლების მისამართით. მას შემდეგ რაც მათ დატოვეს შემთხვევის ადგილი კი ახალგაზრდა ქალი ჩამოსვეს ავტომობილიდან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. რამდენი გასროლა? რა ვიცი, რამდენი გასროლები იყო, რა ვიცი, დაინახეთ ეს ადამიანი. ნიღბებით ხომ არის? ნიღბებით ერთი დავინახე და გაიქცა ეგრე და დანარჩენი მე ესენი მოვიდნენ და იმათ სროლა ისაქნეს, აუტეხეს იმათა. დაცვის პოლიციას საპასუხოსროლად. ხო, აბა, ბანკში შედიოდნენ და რა ვიცი. არაფერი, კიდე კაი არავინ არ დაშავებულა. პოლიცია მოვიდა რამე ყველაფერი ჩაკეტეს. რა არის წაღებული, როგორ არის წაღებული, არაფერი არ ვიცი. რო გამოვიდით, ხოლმე პოლიციელები გარბოდნენ და გავიკეთრა გოგონა ორსიგნალ გახდეთ და წაიყვანეს მწვერვალზე. ხომ არავის არ მოხვედრია თქვია? არ ვიცი. მიდიოდნენ სამსახურში. ერთი წვია მოხდა აგერ არის ერთ-ერთი. დაცვის პოლიციის მანქანა შემოხვდა და კაგრას ის გამწდა თორა და მოხდა წვია. ამ დროის ინფორმაციით შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ჯერჯერობით დაკავებულნი არ არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სამი მუხლით აწარმოებს. ესენი არის იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება, ყაჩაღობა და ადამიანის თავისუფლების უკანონო დახკვეთა. მადლობა სანდრო გამსახურდია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.